შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დური დირი დარი დური დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა აქვს საღამოშვიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ჩემი სტუმარი გახლავთ დღეს ჩემი მეგობარი ზაზა პაპუაშვილი და განვიხილავთ ყველაფერს იმას რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება რა ვიცი ზაზა რამე მარში ხوار ჩამოახალიბოთ ჩვენც ანუ ისი სახელით ვილაპარაკოთ მითხარი რაღაც დიდი მსოფლიო გეოპოლიტიკოსების სახელით ვილაპარაკოთ ევრაზიის თუ ისი სახელით ორგანიზაცია სიყვარული ხანძარი და პომპიერო ხო აი რა პროცესებს ვადევნებთ აი თვალს მე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ნუ ქუჩაში ვართ გავარდნილები ამდენი ხნის განმავლობაში მოყოლებული 90-იანი წლებიდან ხო მივედით იქამდე რომ გავიარეთ ყველაფერი ყველანაირი რა ვიცი ყველანაირი პერფორმანსი როგორც დღეს ეძახიან ამას და ის რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ხო მე არ მახსოვს ეს ადამიანები მართლა როდესაც ლეწავდნენ ადამიანებს ქუჩაში წემდნენ და ბუტკის სახურავებზე ყრიდნენ და პროტესტი არ გაჩენიათ მათ არასდროს და არც არც გვითხოვია მათთვის რომ შემოერთებოდნენ ამ მართლა საშინელ ტირანიას რაც იყო რომ გაეპროტესტებინათ და ეხლა რატო აქვთ ამის სურვილი რომ ადამიანებს თხოვენ და პირიქით აგინებენ ესე იგი აგინებენ კიდევაც რომ ეკრანების უკან ვინ ძიხართო რატო არ გვიერთებით პრეტენზიები აქვთ ამასთან დაკავშირებით და ჯესეთი რა იყო ეს გუშინდელი პერფორმანსი შენთვის და საერთოდ რა პროცესები არის რა პროცესებს ვადევნებთ თვალყურს მე მგონი ანუ შეიძლება იქ ყოფი ადამიანები ვერ ხვდებიან თუ ვის წისქვილზე ასხავენ ისინი წყალს რომ საბოლოო ჯამში მაინც ერთი ადამიანი სააკაშვილის სახით ამოიძურწება იქიდან და დაეპატრონება ამ თელ ყველაფერს ღმერთმა არ აქნას რამე რომ მოხდეს ანუ ვინმე ნაციონალი ხო ყოფილი ნაციონალი იმიტომ რომ მათ არც პოლიტიკური პარტია გააჩნიათ არც არაფერი და აი როგორ ფიქრობ რა პროცესებს ვადევნებთ ჩვენ თვალყურს და რა არის მათი მოწოდებები ის რომ ყველანი იქ უნდა მივიდეთ აუცილებლად და იმ პროცესებში უნდა გავერთიანდეთ და ჩავერთოთ და სოლიდარულები მაინც უნდა ვიყოთ მაგ პროცესების ახლა ნელ-ნელა უნდა გავიხსენო რამდენი კითხვაც დასვი და ნელ-ნელა გავყვეთ ამ თემას. ჯერ მოგესალმები შენ. ვიცი რა მიზეზებითაც არ იყავი, ძალიან ბევრი ხალხი კითხულობდა. მივესალმები შენ ზარაჩოლებულ მაყურებელს. გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მე თუ შემეკითხები, მე ვიტყოდი უკომენტაროთ რა. მე არა ვარ კომენტატორი და რაღაცა კრიტიკოსი ეს, მაგრამ ახლა შენ ამ თემაზე გინდა ლაპარაკი, ახლა ვფიქრობ. მაგრამ ამაშიდაც შევესწრები გამოყვება, რომ ვილაპარაკებ რაღაცა პრინციპების დონეზე. წეხან რაც შენ თქვი, ეს ამ
სოფლიოს კაცობრიობის სახელით საუბარი და ქვეყნის სახელით. იცი რა, ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ცოტა სხვაობები რა არის და აი რა არის თემები, რომელიც აბსოლუტურად მარაზმატიკულია და შესულია რაღაც როგორც იტყვიან ამ აბსურდულ სპირალში. და არის ადამიანები, რომლებიც რეალურად აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე არიან და რატო? ეს სხვაობა უნდა დავინახოთ. პირველი სხვაობა ის არის, რომ არასოდეს არ მინდება და არ მიჩნდება უბრალოდ სურვილი, რომ ვილაპარაკო ქუჩის სახელით, უბნის სახელით, ქალაქის სახელით, ხალხის სახელით, მით უმეტეს ქართველი ერის სახელით, ჩემი პროფესიის სახელით, პროფესიაში მყოფი ადამიანების სახელით, თეატრების სახელით. ვილაპარაკებ ჩემს ას. ეს ცდარია რაღაც მომენტში ვიღაცას მოწოს ამოწოს, მაგრამ ამას თავში ვაყოლებთ ჩემის აზრით და არა ქართული ხალხის აზრით. ეს ერთგვარი რაღაც პატივისცემა და კულტურაა, იმიტომ რომ თუ ადამიანი მომცემს უფლებას, რომ მისი სახელითაც ვილაპარაკო, აი მაშინ შემიძლია ვილაპარაკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვზივარ ხა ტელევიზორთან ლაპარაკობ ჩემი სახელით, ხა ნუ აი ცოტა გულზე მაგ რეჩხი იქნება, რა გინდა? ლაპარაკი რა შენ სახელით, ჩემ გარაგინა. მეორე ის არის უბრალოდ რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენს ქვეყანაში რა ხდება. არ არის ეს ტრაგიკულად საქმე როგორც ხატავენ, არ არის ეს რაღაც კრიზისებზე სიტყვების რაღაც ეს რახარუხი მიდის. ასე არ არის. არის გარკვეული პრობლემები, ყველაფერი მოგვარებადი და არავითარი რაღაცა უბსკრულები და ასე შემდეგ. აი თუ მაგრები ვართ, მაშინ ქვია ერი, რომ კი არ უნდა დაელოდო სოფლიოში როდის დადგებას დალხინებული ხანა. ეს არასოდეს არ იქნება. არც არასოდეს არ ქონია ქართულს დალხინებული დროება. ის ყოველთვის პოულობდა დრო ზუსტად როდის უნდა აეშენები და როდის ღვინო დაეწურა, როდის გამრავლებულიყო და ნუ აი ეს მათ გარშემო და ჩვენს გარშემო რა ვითარებაც იყო იმის მიხედვით. ეგ არის ნიჭერება და სიმაგრე კი არ გადაასხვაფერო და გადაღებო პრობლემა. არამედ ის როგორც არის რეალურად უნდა მიიღო და უნდა ნელ-ნელა მისი გადალახვა უნდა ისწავლო და პერსპექტივა რა ექნება. ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება, როგორ უფრთხილდება წარსულს, აწყვოში რას აკეთებს და რა აქვს პერსპექტივაში. ამას აკეთებს ერი, რომელიც სახელმწიფოდ ყალიბდება. ამიტომ ეს წინააღმდეგობი ქვეყანას ყოველთვის ექნება. და ეს მარადიული თემებია, სუვერენიტეტიც და ქვეყნის თავისუფლებაც. ეს არ ნიშნავს, რომ გადავბრუნდით ახლა კედელთან და ერთხელ ხო დამოუკიდებლები. ესე არის ყველა დროს, ყველა წამში და როგორ იცვლება ყველაფერი ხედავთ. ყოველთვის ყველაფერი საბრძოლოა. თავარია შეუნა იყო ადეკვატური, სწორი, ვაჟკაცი, პრინციპები და ფასეულები უნდა გაგაჩნდეს და ეს ლერწამებით არ უნდა ირხეოდე, რომ წერმაც უნდა დაგინახოს, რომ შენ ამ შენი სიმართლის და ამ შენი რწმენით დგახარ და ამას ფეხს არ უცვლი. მეორე არის ის, რომ რაც ხდება ახლა ჩვენს გარშემო სოფლიოში მასშტაბურად რო ავიღოთ. ჩვენ ამას უყურებთ ძალიან ზერელეთ რა. ან ეს ყველას არ ეხება კაცო რასაკვირველობად, რასაც თვალი ხედავს, იმაზე ვლაპარაკობ და იმაზე გვაქვს ემოცია. ჩვენ არ ვაკეთებთ არც ანალიზს, არც სიღრმეებში ჩავდივართ, არ ვიცით ვის უკან ვინ დგას, რატო ხორცელდება ეს თუ ეს ამოცანა. რატო ემტერება ეს ამას, რა იარაღზეა ლაპარაკი, რა არის ჩაფიქრებული, ამას ყველაფერს თავის შიფრი და წაკითხვა ჭირდება. და ჩვენ უცებ რაღაცა ემოციურ რაღაც განცხადებას ვაკეთებ და ის თემები, რომლებიც ჩვენზე უკეთიციან ამ საქმის კარგად ცოდნეებმა და ანალიტიკოსებმა და პროფესიონალებმა, ჩვენც უნდა მათ მოსმენა უნდა რაღაცნაირად ვისწავლოთ, რომ ჩვენ სწორად შევიდეთ თემაში და სწორად ვიაზროვნოთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. და იმაზე მეტი არ ვთქვათ, რაც არ ვიცით. ამიტომ მე კი წასვლას მე არ ვაპირებ. იმიტომ ჩვენ არ ვიცით რას გამოვიწევს ახლა ხო ეს გრენლანდიის თემა, პანამის თემა, კანადის თემა, არქტიკის ზონის თემა. უნდა შეხვდნენ ორი დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტები ამერიკისა და რუსეთის. მე კიდე 100 დღე უნდა იყოს გასული. რა შედეგი აქვს ამას დღეს. ამიტომ აქ რაღაც დასკვნების გამოტანა და აქ რაღაცნაირად ამ სიტყვების სროლა იქით-აქეთ ემოციურად გამოხატული ვაჟკაცობების დრო ეს ესე არ არის. ამას გაანალიზება ჭირდება, ცოდნა ჭირდება ამას ყველაფერს ამოყვა. ზაზა, დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები ხო არის ამოსავალი წერტილი.
აი ამაზე ჩამოვყალი. არა, მე არის თუ არ არის? მე რის თქმა მინდოდა, იცი გია რომ რახან იქით გადავედი და ცოტა უფრო სხვა სიმაღლიდან შევხედეთ პრობლემებს, იმის თქმა მინდოდა რომ ისეთი ტექნოლოგიურად ისეთი წინსვლებია, ხო, წინსვლა არის გაკეთებული ამ შეიარაღებებში და ასე შემდეგ. ნუ ხა რა იარაღებზეა ხო ხედავ ლაპარაკი, მესამე მსოფლიოზეა ლაპარაკი. ატომურ იმაზეა შეტევებზე და ნუ ქვეყნის გაქრობებზეა ლაპარაკი. და რაღა ქვეყნის გაქრობა ჩვენ თვალწინ რა დაემართა იმას უკრაინას, რა დაემართა იქ ერაყს, ლიბიას, სირია აგერ ქრება ეს ანუ ეს ცივილიზაციები აი ჩვენს თვალწინ უკვე ეს მითები კი არ არის რომ ისტორიულ რაღაც ნარკოებში, ქრონიკებში და ჩვენ თვალწინ ხდება და შერაგევალება და როგორ უნდა აი ამ დროს რა გევალება შე როგორ უნდა მოიქცე გასაკვირველია ჩვენ პატარა ქვეყანებად რეგიონში ვერ შევცვლით ასე პოლიტიკური მას სადაც ეს დიდი მონსტრები არ დაილაპარაკებენ მაგრამ თემაში უნდა იყო ადეკვატური მოთამაშე და ეს არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი რაღაც ახირებები და არასწორი გადაწყვეტილებები რაც ამათ გაკეთებულია ეს ისეთი რთული რამეა მაგრამ ეს სირთულე არ ნიშნავს რომ ალიქა და უ და ბუჩქებში არა პირიქით სირთულეა აქ იწვრთნება შენი ერის თვისებაც წმენაც გონებაც თუ ამას სწორად მიყვები მაგრამ სიბრძნეს არა არის როგორ არ არის და ეს ნელ-ნელა ეს უკვე თვისებად უნდა აქციო შენი რეგიონიდან გამომდინარე შენი სამეზობლოდან და ბევრი რაღაცებიდან ერთი ფხიზლად ყოფნა მართებს კაც რა თუცა თუ კარგი ისახა მცველი ხარ ქვეყნის აი ესეთი რაღაცები გევალება აი რაღაც ლაპარაკ 10 კუპლეტში გვეუბნება დავით გურამიშვილი თელ მონახას გეუბნება ხუცესი როგორ უნდა იყოს ხელმწიფე როგორ უნდა იყოს ბეომარი როგორ უნდა იყოს მოსწავლე როგორ უნდა იყოს შეყვარებული როგორ უნდა იყოს ეს გმართებს აი ეს სიღრმეები ამიტომ ამსეთი გადმოსახედიდან რასაც ხა ჩვენ ლაპარაკობთ ის რაც ხდება რუსთაველზე ნუ ეს ძალიან არასერიოზულია ეს ძალიან არასერიოზულია ეს მოკლებულია ყოველგვარ შინაარს ყოველგვარ სიღრმეს ყოველგვარ კანონიერებას ყოველგვარ ანალიზს როდესაც აი ეს სიღრმეებში ასეთ თემებზე არ ჩავდივართ აი იქ იბადება პლაკატური აზროვნება ლოზუნგები ახირებები მე ასე მინდა და დაუკვირდი რომ არავინ არაფერს განსხვავებულს არ ლაპარაკობს. ან ჩელიაბინსკში იღვიძებენ, ან და ევროპაში გვინდა და ვიღაცა ამაში ხელს უშლის. ან აზრის ჩამოყალიბების დროსაც თითქმის ერთში არის გამეორება. აი თუნდაც აი ეს პერფორმანსები რაც იდგმება, ხო? და ზემოდან იმის თქმა მინდა რომ ის რაც დაწერილია ეს სქემა ამდენი წლების განმავლობაში ეს ყველაფერი მარცხზე განიცდის. თითქმის ჩაიშალა დაიწყო ეს არ არსებობს. ასეთი რაღაცეებით, აი ასეთი ქცევით, პიტარდების როლები და რაღაცებით არც ვითარება იცვლება უკეთესობისკენ და არც არჩევნები. არჩევნებზე როცა ლაპარაკობ, ვითარება ასეთი მიიღე, რომ ესე იგი არავინ არ არის ეს 1.200.000 თუ 120.000 ამომრჩეველი და ჩვენ ვარ დანარჩენი ქართველები აქეთ. ეს ქართველები ვართ აქეთ. ეს რაღაც სეგრეგაციას აკეთებენ, შემოღობავენ ამათ, მაგრამ ესენი არის. ესენი არის ქართველი, აი კომპლექსი კიდე ქართველი ხალხი დგას რუსთაველზე. ყველა აქა ვართ, ყველა პროფესია აქა, თუ ყველა მანდა ხარ, თუ მთელი ქართველი ერი მანდგა ხართ, ვიღას ეძახით. გამოდით, დღე და ღამე რომ გამოდით იძახით. თუ ყველა მანდგა ხართ და დანარჩენი მტრები არიან. აქედან ხო ყველაფერს ააშკარავებთ ხო ამიტომ ლაპარაკობ ეს რაც ხდება რუსთაველზე იმ დიდი გადმოსახედიდან ეს არასერიოზულია ეს შედეგს ვერ დადებს ანუ ყველამ უნდა იცოდეს რომ ვერც ახალი არჩევნები ჩატარდება ვერაფერ და ახალ არჩევნებზე ვისაც ტვინში ოდნავ რაღაცა გაუელვებს ხელისუფლებას გულისხმობ იმ 1.200.000-თან ექნება საქმე იმ 1.200.000 ეს თქვენ ხო არ გონიათ პოლიტიკური პარტიების 1.200.000 კაც ეს ხარახურები ეს დამჟავებულები და ვადაგასულები ესენი ხო არ გონიათ ის არის საყრდენი ძალა ქვეყნის ის არის პირველი ამომრჩეველი შენ რო ხარ ხელისუფლებაში 12 წელი რომ მშვიდობა მათი ლომის წილიც არის მათი სწორი ანალიზი ეს არის საყრდენი ეს არის ძალა მტერსაც უნდა ეშინოდეს სამძალეს და მოყვარესას სულ მცირე ანგარიში უნდა ეწეოდეს
უმნიშვნელოვანეს ამას ვლაპარაკობდით ჩვენ მაშინ 30 აპრილის დროს. ყველაზე დიდი მთავარი როლის მატარებელი არის საზოგადოება. და არ უნდა შეგეშალოს პოლიტიკურ პარტიებსა და მას შორის. ამიტომ ესე ახირებით მე ასე მინდა ქვეყანა არ იცვლება. როდესაც შენ უკვე იქამდე მიხვედი რომ მანამდე ამბობდი რომ ითვლება იოლად რომ გაყალბება რამდენი პროცენტია იმის იქით უკვე გაყალბების წარმოდგენა შეუძლებელია 300-400,000 იმდენად გათავხედი რომ ასახელებ ესე იგი 300,000 თუ 400,000 ერთი საბუთი ვერ მოგაქვთ ის ამერიკული აპარატი რომელსაც იქაც რეპუტაციულად დაარტყით ის ამერიკელები ჩამოვიდნენ და გააკეთეს ეს ექსპერიმენტები რომ ჯერ კარგი იყო მე თურმე შიგნით ეშმაკი თუ რაღაცა ვიღაცა იყო და 18 ჯერ ატარებდა ერთი და იგივე ამ აბსურდითაც გადახვედით საქართველოში 400,000 კაცი რო ხმა რო გაყალბებულიყო ადამიანის ხმა ჩვენს გარეთ ვიქნებოდით ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო არ აქვს 400,000 ხმის გაყალბება ნუ აი ეს წარმოუდგენელი რამეა ნუ მოკლედ ხა თეორიებში ვეღარ შევა ჩვენს გარეთა ვართ ეს სახელმწიფო უკვე აღარ არის ვერ მოგაქვს ვერანაირი არგუმენტი ვერ ამტკიცებ იმ აპარატის ექსპერიმენტების ყველაფერი დადასტურდა რომ არის ნუ ჩატარდა იქ ვინ ჩამოვიდა ოდირი თუ რაღაცა მე სადგენ ნახეთ ნაცები როდის იყო ვინმეს ადრე ეძახოდნენ კაცის კულის და წაბების მეტი მათ არაფერი არ იცოდნენ რომ დაეძახა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს აი ამობძანდით ყველა დარგის ასე ვთქვათ, დარგის პროფესიონალი და ამ დარგის მომსახურე და ამ დარგში მომსახურე ადამიანები 10 კაცი ამოდით სპეციალისტები დაუშვათ ვილაპარაკოთ, თუ გინდა დავხუროთ საუბარი, თუ გინდა გავაღოთ საუბარი, ღია იყოს, მაგრამ ვილაპარაკოთ აი ამ თემაზე. რატო არ იყენებთ ამ ამას? ამ ტრიბუნას არ იყენებთ. თუ რამე სალაპარაკო, მეც მაინტერესებს, რას დაელაპარაკებთ პრემიერს. მაინტერესებს ისეთი თემა, სირთულე ისეთი არგუმენტები დავუყენოთ და ცოტა ხანი იმან პაუზა გააკეთოთ ვერ გიპასუხოთ. ეს დამანახეთ. ან როგორი წოლიანია თქვენ არგუმენტები გარდა იმისა რომ ჩვენ ასე გვინდა. ჩვენ ასე გვინდა, შენ ასე გინდა. ეს ჩელიაბიში გავიღვიძე, რაღაცა იქ ევროპაში გვიშლიან. ყველაფერი გაცვდა სიტყვებს დაეკარგა აბსოლუტურად ესე რა ქვია. შინაარსი დაკარგა. მაშინ და გაქვს ნებისმიერი საშუალება თუ იბრძოლო ან რა ჭირს ახლა საქართველოს მე გავრბი ვარ მე აქ არ გავჩერდები რა იყო რა მოხდა რა დაგემართათ რო ვერ გაიმარჯვეთ არჩევნებში რა მოხდა მე გადაკიდებულები იყვნენ ეგრე ტრამპი და ეს ბაიდენი მაგრამ უნდა დამთავრდეს ეს სხვანაირად არ გამოდის წერტილს ვერ სვამთ რა გახდა ეს არჩევნები და ეს პოლიტიკა წერტილი ხო უნდა აი ეს ქალი რომელიც ყველანაირი ჯანმრთელობის ზონიდანაც გასულია ეს ისეთ ნაბიჯებს აკეთებს რომ მე მგონი უკვე უბრალოდ არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში და უნდა სამუდამო დეპორტი უნდა ეს ისეთ ნაბიჯებს აკეთებს და არც ხვენია ხო იძახეს დღემდე იძახეს პრეზიდენტი ვარ ნუ დოკუმენტებთან წვდომა არ აქვს განკარგულებას ვერ გამოცე ვერანაირ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ვერ იღებ ნუ არც ხვენია მაინც კაცო ხო დაამთავრე წადი რა რაც შეეხება გუშინდელ თემას სასაცილო და მე ეს ამდენი მუქარა წეგარ მუქარა არ ახსენე ნუ აი სულ მუქარა აი აქ 20-მდე ამას თუ არ გააკეთებთ ვიღაც ამასკე ჩვენ ამდენი ვართ ეხლა 23-ში ნახეთ რა იქნება და აბა რა იქნება 23-ში აბა რა იქნება 23-ში და რეგიონებში გავდივართ აი ეს რა ეხლა ეს ვიღაცა კრეტინი რომელზედაც შენ ლაპარაკობ ეს მოამზადე საზოგადოება როდა მე რეგიონებში გასვლა ახლა იმ კრეტინზე რომელზედაც შენ ლაპარაკობ ტელეეკრანების უკან ვინც დგახართ და ხართო და რვაგინა ანუ მთელი საქართველოს ხო გარეთ დგას მათთან და კიდე რომელიღაც კიდე პარალელურ საქართველოს ეძახიან თუ ყველა მანდახად ვიღას ეძახი ტელეეკრანების უკან გინება მე კი არ გამიგია რა კონკრეტიკა მაინც მიეცა რაღაცა ხო ტელეეკრანების უკან ესე რამდენ ადამიან და ოჯახზეა ლაპარაკი აი კაცად კაცი რო ვარ გოდე ან რეჟისორად მსახიობად ვარგოდე მაგრამ ასეთ საქციელს რო ჩადიხარ მაშინ უნდა დააყოლო ზემოდან რა აი ხო გაგინეთ ტელევიზორის უკან მიცახარ ეხლა ვდგავარ აქა და აქ აი თუ ბიჭი ხარ და მოდი და მომთხოვეთ პასუხი ნუ კიდე რაღაცეთ ვიფიქრებ რომ აგინა საქართველოს და ეხლა ბიჭი სტრელზე დგას რა ვაშკაცო მაგრამ ცხვის ხო ვერ გამოყოფ სახლიდან შენი საუბრის გამო და შენი ასეთი უხამსი
დამოკიდებულების გამო. ამიტომ ამას არ აქვს არანაირად სიღრმე, სიმართლე და მე ერთ თავარს გეტყვი რა თუ შეიძლება გამიგრძელდა, მაგრამ თავარი იცი რა არის, რაცა აქ სოლიდარობაზეა ლაპარაკი და მე მგონი ამათმა რაც ილუზია, ამათმა არ იციან რა არის ძალადობა, ამათმა არ იციან რა არის დარბევა. ამათ არ იციან ციხეს ოხშევარები თუ ასდიოდა კივილ-წივილი პატიმრების. ამათ არ იციან იმ დედების ტკივილი, შვილები რო გაუქრეს. როგორ ვერ უნდა მიხდო რომ შეხელა ბიჭები ყავს იმათ დახოცილები. შეხელა ბიჭები შობლები ყავთ გამწარებულები. ჩვენ გვეგონა რომ პოლიტიკურად ეს ხალხი თქვენ მოგაშორეთ და გზა გაგიკვლიეთ. და აღმოჩნდა რომ თქვენ ამათ მხარეზე ყოფილხართ, ამათი დროშა გიჭირავთ ხელში, ისევ ჩვენ და საწინააღმდეგო. რა სოლიდარობას ითხოვთ? როგორ სოლიდარობას ითხოვთ? გამაგებინე. მე რაც მიკეთებია ჩემ ცხოვრებაში, ავა თუ კარგად, ყველაფერს წყალი უნდა გადავასხა და საკუთარი თავი უნდა გავაუქმო. რისი სოლიდარული უნდა ვიყო, ბიჭო? ასეთ თემაზე როცა ვლაპარაკობთ, ამ სოლიდარობასთან დაკავშირებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილია, რაც მაშინ რუსთაველის თეატრში მოხდა. როცა სამხატვრო ხელმძღვანელი გაანთავისუფლა იმ ნაცების რეჟიმმა. მე თქვენგან სოლიდარობა არ მენახავს. პატარა მოვლენა მოხდა საქართველოში. რობიკოზე იძახ, ხო. თეატრებისთვის. პრინციპზე ვლაპარაკ. ხო. თეატრებისთვის. შემოქმედი ადამიანების პატარა მნიშვნელობისთან მოხდა. მე თქვენ არ მენახავ, მე სოლიდარობა არ მენახავს. ამაშიდაც გამოყევით, არ ჩავიდე ეს გულში. არ ჩავიდეთ. შეიძლება არც გამხსენდებოდა. ეს თქვენ მახსენდებთ ამას. ნუ რეჟიმია, მკვლელები არიან, წამებლები არიან, გამპარტახებლები არიან და ნუ ვერ გამოჩდი არანაირი პრეტენზია, არანაირი პრობლემა. შემოგეთვალა რა, ბიჭებო. არც ეს არ შემოგითვლია. ესეც გავატარეთ. არ არის პრობლემა, არც გულში არ ჩაგვიდია. სიჩუმე. ეხლა ამათ უბრალოდ შეიქმნეს ილუზია, რომ რაღაცა უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ, ან რაღაცა მონსტრებს და ამიტომ რაღაცა უნდა გამოვიდეთ გარეთ. რაღაც ილუზიაა ეს. თუ ასეთ მონსტრს ებრძვით და უსამართლო ხელისუფლებას, მაშინ კეთილი ინებე და დატოვეთ ეგ თეატრი, ეგ შენობა იმ მონსტრის მიერ გარემონტებული და ხელისუფლების მიერ თქვენთვის გადმოცემული. და ის ხელფასებელს სადაც თქვი თუ არის. აი ესე მიუგდეთ რა. საქციელი რა არ მინდა თქვენგან არაფერი. ერთი პირით მონსტრს ეძახი დააგინებ, მეორე პირით მონსტრს ეფერები და იმის კარმუშკაზე ზიხარ. ეს უწესობაა. თუ ბრძოლაში ხარ, უნდა დამაჯერო. მეორე თემა, რაც მე ეს თეატრებში სიარული რო თეატრებთან სიარული რო დაიწყეს, აი, რუსთაველის თეატრთანაც მივიდნენ. კი, მაგრამ თქვენ არ იცით იქ ვინ ადამიანები მუშაობენ, ან 1-2-3 კაცს მაინც არ იცნობთ? რომლებიც თქვენ ნებისმიერ თემაზე პასუხს გაგცემენ? რა არის ხადა თქვენ დაგინახა და შეეშინდა და ბუჩქებში გაიქცეოდნენ? ეს თეატრი ხალხისთვის სახლია. და სახლში მივარდნა რას ნიშნავს ეს მე უნდა გიხსნა? ანდა ხალხი კითხულობს და სწორედაც და სამართლიანადაც ვინ ახართ, ვის დაეკარგეთ, ვინ ახართ? რა უფლება მიეცით თქვენ თავს? რითი აღიჭურვეთ ასე რომ თეატრ უნდა იარო და გაკარგულებები უნდა გაცეთ. გაფიცვის კომიტეტის თავმჯდომარეები ხარ? თქვენ ჩაგბარდათ გაფიცვის კომიტეტი? შენ გაიფიცე. რატო გაიფიცე? არ ვიცი, არ ჩენალიცი, მაგრამ ხო გაიფიცე, მე ჩემგან აგინდეთ. რა საგაფიცო კომიტეტის ისაგებდათ? რა უნდა შექმნათ ამისგან? რატო არ უწევს სხვას ანგარის, რატო მიდიხართ ასეთ პროვოკაციაზე? ანუ ვის სასარგებლოდ იფიცებით, ხო? ხო არა, ხო გაფიცო, რა შედეგი რა უნდა დააყენოს, რომ რა არის ეს? რა მომენტია? მე თუ თეატრში მივსულ ვარ, სხვა თეატრში.
ვზივარ პარტერში უყურებ სპექტაკლს, დამთავრდება სპექტაკლი და 1000 ერთხელ, 1000 ერთხელ შევსულ ვარ კულისებში, ისიც მორიდებით. ჩემ თეატრში შესვლა ბეშილია და ზაგზაგებდი სანამ სცენაზე გამოვიდოდი. სხვა თეატრში რა მინდა? გარდა იმისა, რომ სპექტაკლი შემიძლია. სხვა თეატრში არ როგორ მომევა აზრად. მივიდე რაღაც განკარგულებები შეუვარდე იქ და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ, ეს უნდა დროშები ვაფრიალო. ну მარტივად დასვა მეკითხოს და თქვენ ხო გავთ პატიმრ თეატრი მიბრძანეთ თქვენ თეატრში რა გინათ აქ ეს რას ნიშნავს გაბაგებინა როდის იყო ახლა ჩვენ აი კაცი ჭამიების რეჟიმი როცა იყო მიტინგზეც ვიყავით და ასე შემდეგ ხო მაგრამ ვინმესთვის მივსულ ვარ ან საყვედური გითქვამს რატო არ გამოდიხარ თქვენ ესეთები ან ტელევიზორის უკან ხალხი გვიგინებია ან ვინმეს ვიტრინა დაგვიზიანე, ან ვინმეს მანქანა შევხები ვართ. რა შუაში იყვნენ ის? ან ვინმეს ვიტრინა რა შუაშია? რომ მიუვარდე და ის ვლეწო, რატო? რატო ჩაამტვრიეს რუსთაველის თეატრის და დაიბზარა შუშები და ჩაამტვრიეს? რაღაცები მიაწერ მოაწერეს. ეს კითხვები არა რომ მეზადად პასუხია გასაცები ან პლაკატურად რო რაღა ხაერი აღარ არის და არის უთქება ვინ გითხრათ ვინ აგიგრძელა სპექტაკლის დადგმა პიესის შერჩევა განაწილება ვინ მეც მინდა ვიცოდე რომ მეც მივიღო ამაში მონაწილეობა და გეკითხებია რომ სოლიდარული აი ამიტომ თქვენ გამოგონილ რაღაცა ამ აბსურდულ ვითარებაზე რომ საქართველოში მონსტრებია და სამარცხებელი ეს ილუზია. ხოთი ლაპარაკობთ ძალადობაზე და ლაპარაკობთ აგრესიაზე. მე პირდაპირ გეტყვით ეს თქვენ ახართ ამის ავტორები. თქვენ ახართ ამ სიძულვილის ზენის, ამ ძალადობის, ამ აგრესიის ავტორები. ფაქტები და მაგალითებით გეტყვით. აი ხა რაც ხდებოდა რა ქვია მაგას რუსთაველს. ეს კი აქ ამ პიტარდების ამ ომს დაერქვა მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ქცევა, ასე ვთქვათ, და თავისუფალი სიტყვის ბრძოლა და ბრიუსელში ამას დაერქვა კრიმინალი. ეს უკვე თავმოყარებას ძალიან მაგათ მოქმედებს. როგორც კი ძალადობ მოდის პოლიცია, როგორც კი ძალადობა არის პოლიცია ქრება. არ არის ეს ფაქტი, ვისგან მოდის ძალადობა. მე თუ პოლიციასთან მიდიხარ ასეთ შერკინებაზე, ხო? შემოხდა შერკინება თქვენსა და პოლიციაში. იქ 155 კაცი ხო არის დაზიანებული და ოპერაციებია ჩატარებული. ამ შეტაკებაში მარტო პოლიციელი დაზიანდება, თქვენს დაზიანდით. მე რა არის ამდენ ჩივილი მიკროფონთან. ჩხუბის მე, ჩხუბში ესია, ხანისე. მაგრამ რისთვის ავტორები? რისთვის აკეთებთ ამას? ვინ ჩვენ მოსაკლავად დაგვსდევდა? იმათ გვერდით გახართ. იმათ სიტყვებს იმეორებთ, იმათ აზრებს, ამას თუ აზრი ქვია და ჩემგან სოლიდარობა. არ არსებობს ეს. როცა ილია ჭავჭავაძის სურათიც გიჭირავს და მიშა სააკაშვილის სურათიც გიჭირავს, ნუ შენ ვერავითარ შეგუცფელობაში მე ვერ დამაჯერებ. როცა ნახეთი პიტარდების ეს სამალავი თუ საწყობი ასე შემდეგ. ჭიჭე ვაშაძეს, აი გაუგონარი მოვლენის გვერდით რო დგახარ. სოლიდარობას დანაირად უნდა ეთქო ჩვენაირი ადამიანებისგან. კაცი კაცს როგორ დავარქვა, ეს პერსონა, რომელიც ტელევიზორში ლაპარაკობს, შვილები დაუპირისპირდით მშობლებს. ეს კი ვინ ჩვენ არ გვეთანხმება, ანუ შენ, მე, რო ჩვენი და უამრავ ადამიანს შვილები რო დაგვიპირისპირდნენ, მეზობლები არ მოგვესალმონ, საიდან ამოჭრა წამოიღო, ხედა პირდაპირ ბოლშევიკი. სახში მშვიდობა არ უნდა იყოს, შვილებმა დაჩაგრონ და თავიანთი მშობლები როგორ ვის ოჯახებზე ლაპარაკობს. პავლიკა მაროზოვი. ხო, ვის ოჯახებზე ლაპარაკობს, შვილები არ დაგველაპარაკონ. აი ამ პიტარდებს რომლებიც პოლიციელებს მიუშვირეთ და როცა დაგჭირდებათ პოლიციას ეძახით და იძახით სად არის პოლიციაო აი ამ პოლიციას რომ მიუშვირეთ ერთხელ მიგეშვირათ ეს პიტარდები ამ ჭიჭე ვაშაძისთვის ერთ ადგილზე და გაგესროლათ და მე ცოტა თქვენ გულწრფელობას დავიჯერებთ
აი ამ სალახანა და მისნაირი ხალხის გვერდზე რომ გახართ და მეუბნე რომ ჩვენ თავისუფალი თაობა მოვედით. უარეს საკეთებთ. მათ გვერდზე დგომა ნიშნავს ეს არის პირდაპირ ამ ნიღბის ჩამოხსნა რომ მიშისტები ხართ. და ვერ ამბობთ. შეიძლება შედაუროთ ამბობთ. და უბედურება მე არ დაგჩად გაულანძღავი არავინ. რაც საქართველოსთვის, ქართველი კაცისთვის საკრალურია. ღვინო იქნება, პური იქნება, ქუჩა იქნება, მამული იქნება. წინაპარი იქნება, წმინდანები იქნება, პატრიარქი იქნება, სპორტსმენი იქნება, მეცნიერი იქნება. ვინც გინდა თუ მათ აზრზე არა, ყველა არ დატოვეთ არავინ. გაულანძღავი. ბოლოს მიადექით მე ამ იმას ამ ხალხს, ემიგრანტებს. არ იცით ეს ემიგრანტობა ქართველი კაცისთვის რა სირთულია? ვის რაც დაუჯდა და უჯდება დღემდე ემიგრანტობა? რა გაჭირებათ, რა წრემლად, რა თავის თავზე, თავის ნერვებზე გადავლა, რა მოთმინებად, რა უძილო ღამეთ. ეს ადამიანების ბედზეა ლაპარაკი, ხო, ინდივიდუალურად, ხო? გესმის? და აი მათ მივარდები და ყველას ერთ ქვაბში და რეებს. ამის გაკეთება არ შეიძლება. მივარდე ამდენი ასე ლაძღო. აი ეს არის პორტრეტი. და რაც თავარია ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ აგვირჩიოთ ჩვენმა ხალხმა. არჩევანს ვადებთ ასეთ ფას. შენ გინდა რომ გარედან დაგნიშნონ. შენ კი არ გაინტერესებს არჩევნები. შენ იმათ მიმართა რომ ჩაქოლეთ რა ესენი რა, დაასანქცირეთ რა ესენი რა. მოსპეთ რა ესენი და აგვირჩიეთ ჩვენ და მონობა მერე ნახეთ და მერე ნახეთ ამათი გამწარება. ჩვენ დაგვნიშნეთ. ეს ტყუილა არ არის ნათქვამი კაცო, რასაც გვეტყვიან ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ. ეს მათი შინაგანი მდგომარეობის გარეთ გამოტანაა. ჩვენ ცალ ფეხზე დამდგარი მონები ვართ. მაგრამ ვერ ხვდები რომ ეს პოლიტიკური აი ეს პორტრეტი ეს პოლიტიკური თემის მატარებელი წავიდა ჩარჩნენ. დღემდე ვისახსოვს რა სააკაშვილი ამას კიდე ცალკე თემებია. მაინც იქ არიან ჩარჩენილები. ამიტომ აი ეს სხვაობაა. მე ამ სასახლის დაწვა, მე სასახლის ეს ისა რა ქვია ნამსხვრების ამის გაკეთება. მე გინება ამ ეკლესიის პატრიარქი. მე ამასობაში მიხვდნენ ეს არ ჭრისო, მოდი ვიცეკოთ, მე ღომი და ხარჩო გამოიტანოს, ქართულს მივაწვეთო. მე იცეკვეს ხორუმი. მე ალილოც იმღერეს ქაშვეთის წინ. მაგრამ ყურს ხვდება, გულს არ წვდება. ფორმალურად რაც გაწერილია, იმას აკეთებენ. შენ რომ მომადგე ხარ მე და დამეძახო და მითხრა და დაგიდახო, გადმოხედო და ჭადრაკი გამოჩრილი რომ მითხრა წამოდი ხარ რუსთაველზე სიცივეში ღამე ვითამაშო ჭადრაკიო. კარგად დამთავრდება. რატო უნდა ითამაშო ჭადრაკი რუსთაველზე სიცივეში? დაჯექის სახში ღვინო წრუპე და ითამაშე. თან ეს ხო თქვენი მოფიქრებული ეს ხო გადმოიღეთ იქიდან. კანვას. ხო. საკეიფოთ მაინც დამეძახე ღამე სიცივეში რამე და ჭადრაკის ათაბაში რუსთაველზე. გესმის აი ეს დაშტამპული ეს არის შემოთავაზებული ვითარება და კიდე აქ უფრო მთავარი არის ცოტა ჯანმრთელობის და გემოვნების თემას როგორ განხორციელებული. და ვერ გაიგეთ ეს ქართველი კაცი და საქართველოს როგორც კი მას ვერ მიიტანს გულთა ვერ მიიღებს ქართველი კაცი. იმ წუთში ამას გადაამუშავებს და ანეკდოტად აქცევს, სახალისოდ აქცევს. აი როგორც ბევრი პრობლემა ესე აქცია რა. გინდა პოლიტიკა, გინდა ნატოს თემა, გინდა ევროკავშირის თემა. ანუ ქართველ კაცს საპირწონედ ვერ დაუყენებ თავის ქვეყანაზე მაღლა ვერაფერს. ვერც ევროკავშირს, ვერც ნატოს, იმიტომ რომ ну ეს ნატო უკვე ანეკდოტის თემა არის, ხო? ეს ჩაჟანგულ, ჩაჭედებულ კარზე გეუბნებია ღია, რომელიც არასოდეს არ გაიღება. ამას თვითონ გეუბნებიან ამერიკელების, ფრანგების, იტალიელების, გერმანიაც. აი ხა სუახლოესი თემა ხო რაც არის? ბორელი 30 წლამდე ჩვენ არ ვფართოვდებით ევროკავშირი, თქვა მან. ხო? ხო თქვა ეს? ანუ არ შემაწუხოთ. არ დამეკაკულოთ. 30 წლამდე თუ 30 წლამდე არ ფართოვდები
მანიპულაციებს ატვარანებებ თავს. გაგიხსნის საუბარს, არ გაგიხსნის საუბარს, ჯერ რა ტერმინია ეს, გაგიხსნის საუბარს. ატკროი შუტკუ. აი ეს მანიპულაცია რაში გჭირდება? აი ეს უბრალო ენაზე რო თქვა, აი ადამიანმა თავის საკუთარ სახლის კალებს რო გააკრას ქაღალდი, სადაც წერია რომ 2-დან 7-მდე არა ვარ სახლში. შენ რომ მიხვიდე 3 საათზე და უბრახულო ამ კარებს ზარი რეკო და მე რო შეხვდება ეს კაცი და აქეთ საყვედური უთხრა რომ ბიჭო 3 საათზე ვიყავი და რატო არ გააღე მეგობარო კარი მე ხო დაგიწერე რომ 2-დან 7-მდე არა ვარ სახლში 3 საათზე დაგიდა რომ მოხვდი ეხლა რა ვქნა დოდემდე უბრახულო ამ ევროკავშირის იმას და მაგალითი მაქვს ხო კანდიდატის წოდება 1 წელიწადს არ მომცეს და მიცეს ეს თემა დავაზარება ამის გაშლა. იმიტომ რომ არეულ დარეულობა ვერ გამოიწვიე, მაგრამ მეორე წელიწად იძულებული იყავი რომ მოგეცა. ეხლაც ესეა. მე გეუბნები გახსენე თუ პროვოკაციაზე არ მითხარ, გახსენე და ვაწერ ხელს, არ ხსნე. მაშინ შენ თავზე აიღე ეს. მაგრამ როცა იქნება ხო მოვა ეს 28-30 წელიწადი. მე ჩემი ნამუშევრი, ჩემი წინსვლით რომ მოვა, აი მე რას მოიმიზეზე, იმის კანდიდატის წოდების მიღების არ იყოს. მე რას მოიმიზეზე, უარს რა სიტყვი. იძულებულს გახდი მოიქცეს ის რაც მე ჩავთვლი საჭიროდ, მე როგორც მეკუთვნის. მაგრამ სამწუხაროდ გასაგიჟებელი რა არის? აი ამ ხალხს რატო არ აქვს პრეტენზია იმ ადამიანებთან? ვის დარბოდნენ კორიდორებში ამ ევროპის რაღაც სტრუქტურებში, იძახოდნენ რომ კანდიდატის წოდება არ მიცეთო. იმ ადამიანებთან პრეტენზია რატომ არ გაქვთ? სულ ახლახას აი 4 პარტიამ რომ დაწერა რაღაცა განცხადებები და ბეჭდები რომ დაარტყა. რომ შეუწყვიტეთ ევროკავშირის ევროინტეგრაცია ქვეყანას. ამ ადამიანებს რატო არ მიხვედე? რატო არ ეცით ყანყრატოში რასაკეთებდო ქვეყანას ასუკეთებდო? ამ სანქციებით რო ხარობთ ქვეყანას ბომბები დაეცესო რომ წვიმასავით მოდიოდეს ეს გვირჩა ამასო ნატრობთ აი ამათ პრეტენზია რატო არ გაქვთ თუ ასეთი ადრენალინი და ასეთი რაღაცა გინდათ ესეთი ძაფრის შეგრძნებები სადაც გაიხედა ომია მიბრძანდი ჩრდილოეთში ომია მიბრძანდი აღმოსავლეთში ომია კიდე სად გაჩნდება რაღაც ახალ თუ ასე გინდათ ომები ომობანეს თამაში ქვეყანას უნდა თავი დაანებო და უნდა მიბრძანდეთ მე ამ ომს და ომს რო იძახეთ გეკითხებით ვის მშობლები ვის ოჯახებს ელაპარაკეთ ვისი ოჯახებიდან გაკავთ შვილები აი გეკითხებით ომში რომ იყავთ ჩარტერებით სადღაც უკრაინაში უკრაინელები რო გარბიან იქიდან და უკრაინელები რო არიან რა დღეში არიან ტერი იყოს იმ დღეში აქედან ქართული ოჯახებიდან ვის დედას ვის მამას ვის ბებია ბაბუას დას თუ ძმას ტაცებ და მიყავთ ვის შვილებზეა ლაპარაკი თქვენ რო გაიქცევთ და დაიმალებით ეს ვნახეთ ვის ოჯახებიდან გაკავთ ეს ასე ვთქვათ ომები ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარება აღარ შეიძლება და ცეცხლთან თამაში და ქვეყნის ბედთან თამაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ეს ხალხი ვნახეთ ვინ არიან პოლიტიკაში. დეგენერატი ხო არა ხარ კიდე გაიმეო, ეს ხო ვნახეთ. ჩვენს ქვეყანაში თავიანთიათ ხელით და თავად უგუნურებით დატრიალებული უბედურება, რაც 2008 წელს მოვიდა. მაგ დროსაც იმ გაჭირებულ დროსაც როგორ მოიქცნენ, ესეც ხო ვნახეთ. იმათა პრეტენზია რატო არ გაქვს? აი ხა რომ გამოძიება უნდა ჩატარდეთ, ამას რატო არ გულშემატკივრობ დასანქცირებას, ქვეყნის გაპარტახებას გულშემატკივრობ და ოღონდ ხელისუფლებაში ხო და ოღონდ ძალაუფლება. ღმერთმა დაგვიფაროს. ამათ რატო არ გულშემატკივრო ეს გამოვიძიოთ? ვინ გააპარტახა ჯარი, ქართველ კაცს არ უნდა აინტერესებდეს? ვინ გააუქმა სამსახურები? ჯარიდან ვინ გამოყარა პროფესიონალი, გამოცდილი, მეომარი, გონიერი, კვალიფიციური ადამიანები? ვინ შეყარა ეს შპანა, ეს აქტივისტები და ვის მიცეს ეს ჩინები? ეს არ გაინტერესებს ქვეყანა თუ ქვეყანაზე ლაპარაკობ, შენი ქვეყანა ასე რატო დამცირდა და ასე რატო გაპარტახდა ჯარი, სადაც ძლივს შენდება რაღაცები და ძლივს რაღაც უკარგეს რაღაცები კეთდება. აი ამ გადმოსახედიდან კიდე ვიმეორებ, რამდენად სერიოზულია რაც რუსთაველზე ხდება. აი ეს არის სხვაობა. რა გვინდა ჩვენ და რა უნდა მანდ?
აი ეს არის და აქ სხვა რამის გამოგონება რომ მე ჩვენ ვიღაცის დაჭერა თუ რაღაცა გვიხარია და სერის მაყურებლები არა ვართ არც ერთ შემთხვევაში სისხლის ღრა ეს აგრესია და ეს ენა სიძულვილის ეს არის თქვენგან წამოსული თუ არ და დაგანახათ არ გამოვა არ აყვება ამ ავანტურას ქართველი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რო არ ვილაპარაკოთ სულად ქართველი ხალხის სახელით იმიტომ რომ იტყუებით მატყუარა ხალხთან აგაქვთ საქმე იმათ უჯერებთ იმათ ყვებით იმათი დროშა გიჭირავთ ხელში ჩვენთან საბრძოლველად და ჩვენ თქვენთვის ბრძოლა არ გამოგვიცხადებია ჩვენ გოგონა ჩვენ გაგანთავისუფლეთ ამ იდიოტებისგან პიტარდების შეტრიალება ეს მაგარი რამეა არა მართალია ნუ ხა ადამიანი რო დაფიქრდება ნუ კაი ახალგაზრდა ხარ და კაი ხო ორივე მხარეს უნდა შეხედო ვის საბოლოო ჯამში ვის საქმეს აკეთებ არა როგორ შეიძლება ის ვერ მიხვდე ელემენტარულად ვერ მიხვდე რომ აი პოლიტიკური პროცესია პოლიტიკურ პროცესს გააჩნია პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პარტიები იბრძვიან ძალაუფლებისთვის ხო ვინც მაგრამ აქ არ აკავს პოლიტიკური პარტიები ხო ეს აქ პოლიტიკური პროცესი არ არის არ არის აქ არის ახირე აქ არის ნუ არ ვიცი ეს რა თითოეულა ნორმალური ნუ პროცენტულად არა ხო არის ის რომ არც ის არ მომწონს და არც ის არ მომწონს მაგრამ მე მაინც ვიბრძვი ამას შედეგად რა მოყვება ის ხო უნდა გაიგო ამას ლაპარაკობ შეიძლება არც ეს მოგწონდეს და არც ეს როგორც კი მე დავინახავ რომ შენი ანალიზით არგუმენტებით და არა ახირებით და არა დებოშით და არა ცილისწამებით და არა კივილწივილი და არა იმების როგორც არჩევნები დამთავრდა 5 დღე გასუსულები იყვნენ იქიდან მოვიდა ბრძანება გაჟონა ის არ არის დაირღვა ის სივრცე დაარღვიეს ეს ის რა ქვია მაგას ნუ როგორც არის და ახალი არჩევნები ხო და ეს არა როგორ რა ახალი არჩევნები გამჭირვალობის კანონზე რო იყო ხო იქიდან გადმოვარდა ამერიკიდან მილერმა თუ იმანა გადმოვაგდო რუსული კანონია ალო რუსული კანონი ყოფილა კაც ეუნებიან და ბრძანება არ შეხვიდეთ კამათში არ შეხვიდეთ თემატურად იძახეთ რუსული კანონია მე ჩვეულებრივი ადამიანები ლაპარაკობ წაიკითხეთ ბატონო კანონი რატომ უნდა წავიკითხო ამერიკამ ხომ ეთქა რომ წულია ეს დამღუპველი მიდგომები ამერიკამ თქვა და ამიტომ ეს ისა რა აღმოჩნდა კაც ამ ჩვეულებრივი კანონის გამო უნდა დაანგრიოთ ქვეყანა და ვის ჯიბეს გადაეფარეთ კივილ-წივილი რატო იყო არ გააკონტროლოთ არასამთავრობოების ჯიბე თუ დავიღუპებით ეს არასამთავრობოები არიან მთელი ამ უბედურების თავი და თავი ხო აი ამის გამო ატეხეს სხვა უფლებების გამო კი არ გააკონტროლოთ არასამთავრობოების ჯიბე და ჩვენ უნდა დავანებოთ თავი რა კი აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ვინ მოვა და როგორ მოვა ხელისუფალი მაგრამ არიქათ ახლა ამაზე პანაცეა და ამაზე ავაწყოთ რომ არიქათ ტრამპი ჩვენ არ ვიცით რას გააკეთეთ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით ძალიან გონებით და ძალიან ასე პოლიტიკა არ არის სიყვარული რომანების არ უნდა მიენდო ესე რა მთელი პრაგმატული თემები პრაგმატული პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ არა ნატოს არა არიქა რუსეთ ჩვენ სტადიონზე ხო არ ვზივართ კაცო ტალღები ვაკეთოთ ეხლა და გულშემატკივრო რა ამის გამო ხო არა ვართ გაჩენილები კაცო ძალიან ყურადღებითა ვართ ღმერთმას გაგაჩინა აქ იმიტომ რომ არ გაზულუქდე და ტვინი და გონება და სული ალესილი უნდა ქონდეს მარაჯამს რა ეს ქვეყანაა ხო და ამიტომ ეს ამის მნიშვნელობა თუ არ იცი მე მოაწყობ ამ პიტარდეს მაგრამ კარგია რომ ამ თქვენ ლიდერებს ესროლოთ ერთი-ორი მაინც თხლად რომ მოხდეს კარგი იქნებოდა გაიგე მშობლებს რატო არა აქვთ აი დაკავებულების მშობლებს აი ამ ლიდერებთან პრეტენზია რომ აი ამათი ქცევის ამათი არასწორი გეგმების და ამათი ახირებების გამო დაზარალდნენ ვინც დაზარალდა ესენი კაფეებში ესენი წინახაზე ამას ხო ვამბობდით ხო ვიწინასწარმეტყველთ თუ ესე იქნებოდა აი ეს უგვანო ხალხი
რომელთაც ვიცნობთ რა აქვთ ნაკეთები ცხოვრებაში და პოლიტიკაში. საქართველოში არ არის კრიზისი. როგორც კი ჩვენ აი ამ კულტურულ, ამ ადამიანურ თემას მოვაგვარებთ, ყველაფერი გაქრება. მაგრამ რისია მეხუთე კოლონა და რისია ამდენი მოსყიდულობა, რომ მუდმივი ქაოსი. არ უნდა შეგარგო არაფერი. სიმშვიდეს არ შეგარგებთ, არ ლაპარაკობენ ხმამაღლა. ჩამოვანგრიოთ. აი კიდე სავიზიტო ბარათ მათ ჩამოვანგრიოთ, ჩამოვშალოთ, ნერვები აუშალოთ, კოჭები დაუმტრიოთ, გავასახლოთ, დავიმახსოვროთ, მიუვარდეთ. აი მე მოვიგონე სიები, მაგრამ მე მოვიგო ეს ხო მათი ნათქვამია, პირდაპირ ეთერში ლაპარაკობენ, ჩამოვანგრიოთ, ჩამოვშალოთ, გადაიბას რა რებს ლაპარაკობენ. ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, ვილაპარაკოთ იმ საუბარში ბევრი რამე გამოჩნდება. ესე ახირებით, აი ხა ჩვენ ამას გავაკეთებთ, სულ მუქარა. და მე ყველა პროფესიის ხალხი აქ არის, გადაწყვეტებიან თაობებს არ არის ეს სწორად დაანებეთ. რომელი ადამიანებიც ბაქთაობის ხალხი თქვენ არ გებხრობათ, ის თაობა არ არის? თქვენს გამო ხა ეს თაობა რატო უნდა ვლანძღოთ? თქვენს გამო ეს ხალხი რატო უნდა ვლანძღოთ? ვინც ახლა შვილს აჩენს, ვინც ხატავს, ვინც კარგავს, ვინც მშობელს უვლის, ვინც სწავლობს, რახან არ ჩანან? არ კივიან და არ წივიანდეს, როგორც ეს ქალები იგინებიან ტელევიზორიდან და რა სიტყვებს არ იძახიან და არ შარდავენ ეკრანების წინ? აი საზიზღრობებს რო არ აკეთებენ? და რო არ გებხრობიან ცალკე რო არიან და უფრო შვიდ ადამიანის ცხოვრებას რო ცხოვრებითო ცხოვრობენ? აი ამ ცხოვრების გამო? კიდე სად გამაგიჟებელი იცი რა არის, კაცო? მაშინაც გვილაპარაკია მე და შენ რა. ერთსაც დავამატებ, რაც წუხვა რა იმას. მაშინაც კი, როდესაც ვინმე ადამიანი მსახიობი თუ მომღერალ რუსეთში დადიოდნენ და ღეროდნენ თუ რაღაც კლიპებში იღებდნენ მონაწილეობას თუ რაღაცას, თავში არც მოსვლია კაცო აზრად ამათ ეხლა ვეძახო, ისა რა ქვია, მოღალატეები და მონები და რაღაც. არც ცხონებული, არც ბუბაკი კაბიძისთვის, ნანი ბრეგვაძისთვის, ბუბაკი კაბიძისთვის ერთ-ერთი არაჩვეული ურთიერთობა მქონდა, უბრალოდ მე გულდასაწყვეტი ან ერთი მეორე საერთოდ რატომ იმ პოზიციაზე და რა, გულდასაწყვეტი. არც ეს საყვედურს არ ვეუბნები, არ არის ჩემი საქმე რა, ერთ სიტყვით რა, მაგრამ არც მათთვის არასოდეს არ მეთქვამს ეს მოღალატე ხარ და ეს, ან ვინც წავიდა კიდე რაღაც ჩაბოთული ხარ. შენ რანაირად მიტრიალდები მე და შენ ეს რაღაცები რო გაქვს ნაკეთები და ამდენი ვიღაცისთვის ნამღერი და ხელჩამორთვეული და არიქა და ესა მე რა ვის უტრიალდები და ვის ეძახი ბიჭო მონას. აი ეს ხოშტარი ეს გაუგონარი კიდე თლაც საოცარი მოვლენა ეს. მე არ ვიცი ეს საერთოდ ვინ არის. ბიჭო მგიმოგაკ დამთავრებული ეს ფული მოგდის და მოგდის ამ რუსეთიდან. ყველა მადგას ეს პასპორტი ჯიბები აქვს პასპორტი რუსული პასპორტები დაძეძგილი. იქით ბიზნესები, იქით ბიზნეს სხვა ზოგადად უტეთ დააზრდოს ბიჭო თავიზე უფროს ადამიანებს ფოიეში იმაში რა ქვია. პარლამენტში მონა ეძახის. ჩუ გაჩერდი მაინც ეს რა კომპლექსია რომ იმან არ დაგასწროს და შენ აქეთ უნდა დაასწრო თუ რა არის. ტიპები რას აკეთებენ, რას ახლა ჩვენ არ ვიცით. აქ რო ევროპელობენ და რაღაცას ერთ ამბავში არიან რუსეთთან ვინმე დაგიძახათ ანისა, ან ეს ბიზნესია, იქაზბასაც დაელაპარაკე. ეს ტაბუ უნდა გატყდეს ამ რუსეთ საქართველოს შორის. შენ სამშობლოს ეხება. გავიგე ჟენევის ფორმატი და რამე, მაგრამ ჩემ სახლზე უკეთესად ამ ჩემს ბინას ვინ მოუვლის. ეს თემები უნდა გატყდეს, უნდა წავიდეს პირდაპირ საუბარი, ჩემ ქვეყანას ეხება. უამრავი სხვა ქვეყნები მტრები დამსხდარან ერთად და ურთულეს პრობლემებზე ულაპარაკიათ. მაგრამ ამათი ტაბუდადებული თემები და ამათი იმით რანაირად უნდა იაროთ. თითოეულ ჩაასვარეს ამ საქმეში. ეხლა ვინმე აქედან რაღაცა სიკეთე და იმაზე გაგიყვანოს დღის სინათლეზე, ეს ასაკული არ მოწონთ. თორემ მათაც კი პირველ ეტაპზე რაღაც 1-2 პასაჟი გონიერი მაინც აქვს დათქვამი. ზოგადად პოლიტიკას და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობაში. თუ არა და არქივი. არ გვახსოვს ეს თემები. მერე რატო იმასქნა? არა, ნუ არ ვიცი, უკრაინის ომმა საერთოდ ბევრი რამე შეცვალა და ბევრი რამე დაგვანახა და
ეს შეუძლებელი ხა ადამიანი გარეთ გამოდიოდეს რაღაცას ითხოვდეს და ამას არ აანალიზებდეს თუ რა მოცემულობაში ცხოვრობს, ხო? ნუ აი როგორც ფეხბურთია და დიდი მოთამაშეები თამაშობენ იმ დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაში უსმინე, არ მინდა რომ ბურთის როლი შევასრულო რა. როგორც უკრაინა ასრულებს დღეს, ხო? გინდა აქეთ ამ მხარე ურტყავს, გინდა იქით ამ მხარე ურტყავს დღეს რა. ელემენტარულია ხო და დაფიქრდე რომ შენი ამ საშინელი მდგომარეობიდან რაც დღეს სოფლიოში მიდის დაიცვა და გადაეფარო შენ ფიქრი აუგრძელეს მეტი ხო ხედავ კანონში არ წაიკითხოთ კანონი კაცო არ შეხვიდეთ თემაშიო თქვენ თქვით რომ ეს რუსული კანონია ეს რუსული ხელისუფლებაა შენ ლაპარაკობ გონიერი იმედა პოზიცია და გადმოსახია ეს მათ აუგრძელეს და სუვერენიტეტი მარტო ის ხო არ არის კაცო ამაზედაც ხო ფიქრობთ არა სუვერენიტეტი მარტო ის ხო არ არის დროშა ჰიმნი გერბი და შენი სუვერენიტეტი კიდე არის შენი ბუნებრივი რესურსები რაც შენს ქვეყანაშია ხო წიაღისეული მადანი ადამიანური რესურსები თელეს ინტელექტი რომელიც უნდა გამოიყენოს შენ ქვეყნის და შენი მოსახლეობის საკეთილდღეში და გადასცე შენ შვილს და შვილიშვილს ეს ყველაფერი ჯერ დასაბრუნებელი გაქვს საბრძოლველი გაქვს ეს ყველაფერი ამადგან გაყიდული დასაბრუნებელია ჯერ ეს შენათ უნდა შენი უნდა გახადო რომელიც გადაამუშავო და აქედან რაღაც სარგებელი მივიღოთ რა მარტო დროშის ქნევა და ეს ჰიმნი ვენაცვალე კარგია გერბი მაგრამ ბიჭო ეს სიმდიდრე რაც გაქვს რაც მოგცა ღმერთო ეს თუ სხვამ განკარგა და ბოლოს ამოცანა რა არის ამ სიღატეკას ამ გაჭირებას და ცხოვრება დავაღწიოთ თავი არა სიდუხჭირეს და ნუ ფაქტია რომ კოლონიზატორობისთვის იბრძვიან რა რომ ეს ქვეყანა იყოს კოლონია რა ეს ხო ერთი შეხედვითაც ჩანს რომ იქიდან დანიშნული ადამიანები ხელისუფლება არის კოლონიალური ხელისუფლება რა ეს ამას ხო არ მალავენ უბედურება ეს არის რომ კარტები გადახსნილია ხო ვისი ჯერია ვისი სულა არის თავის ჯერი ყველა მიცის აღარ არის რაღაცა დაბურული მაგ კარტი ვერ დაინახო რა კარტი მაგ და ასე თავხედურად ნაგლად გადმოწეულია ეს კარტები და ესე რა მე შეულა დაგიპყრო რასაც ეს თავხედი ეს პრიბალტიკელები აკეთებენ ეს უბრალოდ თავხედები ეს ჭუჭყიანები ესენი რა პირდაპირ ეს გადავით ჩემ ქვეყანაზე ლაპარაკობ ეს უნდა თვითონ თავი ქუჩი აქვს ნატოში არის აი მაგათო თავი ქუჩი აქვს კიდე ცალკე საკითხავია კაცო თავი ქუჩი რო არ აქვს იმედო კადრულობენ ეგეთ რამეს რუსეთის ყურადღება ჩვენკენ და ჩვენ როგორც შეშავ იმაში თავიანთ ქვეყანას ვაარიდონ ეს ცალკე ძალიან ბევრი დიდი დრო მე ჩემ გულში მაგალითად აი მაგას და კიდე სხვა ქვეყნებს ძალიან დიდი შრომა დაჭირდება ჩვენი გული მოიგო. აუ ეს მარტო ბოდიში ამას არ ეყოფა, რასაც ესენი კადრულობენ რა. ჩემ ქვეყანაში ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, არ უნდა აღიაროთ ეს იანკი ჩუვენი თუ რა გვარია, ვერც ვიმახსოვრ, არც მინდა რომ დავიმახსოვრო. რა დროს ეს არის? არ მკვლელო ფაშისტის სახე. აფრიკის ქვეყნებიდან გადიან კოლონიზატორები, ხალხი. არა. გადიან, სხვა ქვეყანა გეუნება ბიჭო. გადიან, ისინი გადიან, ტოვებენ უკვე. და ჩვენ შემოყვავს ახლა აქეთ პირიქით რა. ჩვენ როგორ შემოყვავთ იმათ უნდათ რომ შემოვიდნენ მაგრამ ვერ შემოვლენ რა არა ხო ამათ ხო უნდათ ხო ამისთვის იბრძვიან ხო მაგრამ მაშინ ერთი რამე უნდა დაასახელო რომ ჩემი მოქალაქე უნდა თქვა რომ აი ჩემი მოქალაქე ან დელეგაციის წევრი ან მთავრობის წევრი რომელიმე ქვეყანაში ჩავიდა მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე მივიდა პოლიტიკური გაცხადება გააკეთა ან ვიღაცას პრეზიდენტობა მოუწონა ან პრემიერობა გადაეფიქრა და შეთავაზა რომ თქვენ აუცილებლად სხვა პრემიერი გჭირდება ეგეთი სითავხედე ქართულ კაცს უნდა მომიტანო მაგალითად გაუკეთებია თუ არა ესეთი თავხედობა თუ ნუ ეს უკვე არ ვიცი ხამას დაქვია ტიპი ლაპარაკობს ეს ლეგიტიმური მარტო ეს არის თავის და აგენტზე ლაპარაკობს ეს არ არის ის არის ეს არის ხო და ეხა ეს უკვე მარტო ამ ხელისუფლებას და იმას კი არ ეხება კაცო ეს უკვე ჩვენ გვეხება რა ნუ როგორ არ უნდა გქონდეს ღირსება რომ ეს არ გიტყდებოდეს რა ხო არა ეს როგორ არ უნდა უთხრა ბიჭო ან შენ ვასია ესტონელი ხარ თუ ვიღაცა ხარ რებს ვაკეთებ ეგეთ რამეს ვაკეთებ შენი ქვეყნის მიმართ ესმის ხო და ახლა ეს დაენგრათ ეს ზელენსკი რა დღეშია მტერი იყოს მაგაც ლაპარაკობ მაგას სერიოზულ თემაზე
გინა მაკრონს, გინა ამ იმას. თავენ ქვეყნებს შეხედე რა პრობლემის წინაშეა და ჩემთვის იცლიდა და ჩაწერა. შენ ასღა პრეზიდენტის პრემიერის დღის განრიგი გაწერილობა როგორია? იქ ჩასმული აქვს ამ ხელა პრობლემების მქონე ადამიანებს, თუ ჩაწერონ 5 წუთიანი თუ 7 წუთიანი მიმართვა საქართველოს. ხონა განრიგში ხონა ჩადონა რა. და ამისთვის მოიცალო. ერთი მთავრობას ვერ აყალიბებს, მეორეს რაგატკაზია მოჭიბული და ამას ეს გაგანია ომში და თემებში და საქართველოში აღარ კარბილტის ცოლს და მულის ქვისლის მასს აღელვებს აქ რაღაცა დემოკრატიას საწყენია ძალიან საწყენია სისამბავი რაც ხდება დღეს საქართველოში ქუჩაში ბიჭო იცი პირველ ეტაპზე ხო ძალიან საწყენია იმიტომ რომ ეს მეტყველებს იმაზე რომ არანაირი დაფიქრება არანაირი სიბრძნე არანაირი და ყალბი პატრიოტიზმით გაჯერებული და უგემოვნო ყალბი პატრიოტიზმით გაჯერებული პროპაგანდა ასეთი მოდაში შემოვიდოდა პროპაგანდას და ამ იმას ვეხსნებოდით და თორე ნამდვილად საბრძოლველი როცა იყო მაშინ არ იყო ეს ხალხი არავინ იქ და მართლა პერფორმანსებით რო გადაიტანებოდა ხოლმე სტადიონები და მართლა ბრძოლის უნარიანი ხალხი ქუჩაში 100 დღე და მეტი რო იდგა კაციშვილს არ უნახია ეს ადამიანები თვალით ხო? არა ჩვენ ხო არ წამოგვიძახებია არ წამოგვიძახებია დღეს ისე წევენ პადაჩას აქ ტოპკარ ვარ და თვითონ წევენ პადაჩას ბიჭო კიდე გეუნებიან ტიპი მგიმო ფული იქიდან მოდის ბიზნესები იქა გაქვს თუ რაღაცა და ჯიბები დატენენ რუსული პასპორტი და კიდე როგორ უნდა მომიტრიალდე მაგტუჩებში ხო უნდა მოგარტყას ვიღაცა როგორ მომიტრე მე რანაირად მეძახი ან აგენტს ან რუსეთუმეს ანჯერ საქართველოში როდის იყო ეს ეროვნების გამო ადამიანის ლანძღვა ეს სად ხდებოდა არ სარწმუნოების მიხედვით ეს არ არის არც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი არც სახელმწიფოს ხაზია ეს არის აი ამ დაქირეებული ხალხი შექმნა ამის გამო რაღაც დაპირისპირება ფაშიზმი ნასწავლი რა ის ხალხის გიყურებს რომ ვიღაცას გამო რომ შენ ესა და ეს ეროვნება გაქვს ამის გამო კაცო ვიღაცას მეუღლე ყავს რუსი ვიღაცას ასე შემდეგ რას ვერევით სხვა ადამიანის ბედში ეს ეროვნება სალანძღავად საქართველოში არ ყოფილა ძმაო რა ყველანაირი ეროვნების ადამიანთა ქონია ურთიერთობა ფეხბურთი მაინც გვითამაშია გვიმეგობრია სადღაც ესე მაგრამ აი ამის გამო რაღაცა ბიძახება ეროვნებით ეგ არ არის რა არც კულტურა არ არის და არაფერი არ არის გამაღიზიანებელია რა არა სპეციალურად გაკეთებულია ხო სპეციალურად გაკეთებულია ესენი არიან მუდმივად ვიღაცის ძახილში მაიაკს აძლევენ მოდით შენ მოვარდით ან ტანკებით შემოჯლიგინდით ან ესენი გადაჯეგეთ ოღონ ჩვენ აგვირჩიეთ ჩვენ დაგვირჩნეთ ჩვენ გვამართინეთ მე ნახეთ ლიბერასტობა და ეს კი რაც დავაკელით ეს ამას ამბობენ ხმამაღლა ამბობენ ყველა ინტერვიუში ამას ამბობენ ხო ნუ ხა ზაზა არ არის რა მარტო ჩვენი პრობლემა ვიცით კიდევაც რომ სლოვაკეთშიც ფიცო გამოვიდა იგივე პრობლემა ვიცით სერბეთში იგივე პრობლემა ვიცით უნგრეთში იგივე პრობლემა აქედა გამოსავალი ერთი რამ ეს ადამიანი პოლიტიკიდან უნდა გავიდნენ მათო გონება ქონდეთ და ეს გონება მათ არ არის პოლიტიკიდან როგორც ესენი გადიან საერთოდ იცვლება ყველაფერი მაგრამ ეს ახლა პოლიტიკიდან გამსვლელები არ არიან ამას რაც ხალხიც ამას ითხოვს მათი ჩადენილი საქციელი აგვიხსენეთ რას ნიშნავს კანონის ენაზე რასაც კანონი იტყვის მიუსაჯეთ ისე გაეცეთ პასუხი ეს არის ხალხის მოთხოვნა თორე ახლა ეს ბჭყალებში ეს ლიდერები გარეთ იყვნენ და ახლა ეს მარტო პიტარდების სოლები და ქვების სოლელები ესე არა მე დავიწყებ საერთოდ იქიდან ვინ არიან ესენი ვის დაეკარგნენ და მათთან პრეტენზია არ მიცეთ კანდიდატის წოდება არ შეუწყვიტეთ ევროინტეგრაცია 30 წლამდე არ იქნება გაფართოება პრეტენზიები მათთან და არა ჩვენთან მათთან დამნაშავეები არიან ისინი იმიტომ რომ არიან ნაცები სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა შირმით სხვადასხვა ვიკროიკებით სხვანაირად მაშინ რომ დაგინახავ რომ მაგპიტარ და სხვას ესვრი მაშინ დაგიჯერა ვინც ამ დღეში ჩაგაგდო ვინც აგიყოლია ვინც დაგაჯერა რომ აქედან რაღაცა გამოვა ვინც აგირია ტვინი თვითონ დაიმალა და შენ მიგიშვა
ჩვენ შენ თანაგიგრძნობთ. სოლიდარობას არ ნიშნავს. სოლიდარობა ნიშნავს მე თქვენ საზრზე ვარ და ჩემი სოლიდარობა. არა, მე თქვენ აზრზე არა ვარ და მე ჩემგან სოლიდარობა არა, მაგრამ ადამიანო თანაგიგრძნობ, მაგრამ ის დაქციდის. იმან ჩაგაგდო ამ მდგომარეობაში. იმას აღმერთებ, ჩემ კიდე ლანძღები, რა სოლიდარობას ელოდები ჩემგან. ისევე როგორც 2008 წელს ომის დროს სამხედროებს უქნეს და თვითონ ხელები დაიბანეს. აი ჯარს დააბრალეს ყველაფერი. ჯარს დააბრალეს, მერე ყველაფერი. აი ახლა გამოჩნდეს რა გამოძიება, ვინ დაგვინგრია ქართული ჯარი. ვინ გაანადგურა სამსახურები და ვინ გამოყარა პროფესიონალი უმაგრესი მედიკოსები თუ ოფიცრობა თუ ჯარისკაცები და ვინ შეყარა ეს შპანა და ვისაც წოდებები მიცეს და რა დღეში ჩააგდეს ხოწალმოგი. და ვინც აწამა ხო ვიცით კიდე რა თეთრაძე ხო ეს მოგეთ ცირის თქვა მინდა ეს ლაილაი და მეც იშვიათად გამოვდივარ ამ ტელევიზიიდან და ეხლა დღევანდელი ეთესმე მე კარგახარ საერთოდ არ გამოვა და ამ გადაცემას მე თონაც არ შევხედავ იმიტომ რომ არანაირად არ მინდა ერთი და სხვა თემებზე გვინდა რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ ხალხის აზრი ეს ლაილაი უნდა დამთავრდეს. ეს ლაილაი, ეს ავტოლოგიები რა, ეს ყველა უნდა მორჩეს ესა, ეხლა საქმე. ჩადენილი საქციელი კანონი, ჩადენილი საქციელი კანონი. თუ გვინდა რომ ქვეყანა ავაშენოთ, სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეთ და იყოს კანონი და ბევრი შეცდომების რაც გვაქვს, თვალი კი არ დავხუჭოთ. რეალურად ველაპარაკოთ ერთმანეთს. მაგრამ ვერ მოვიცალეთ ვერასოდეს ხელისუფლებასთან გქონდეს რეალური ადეკვატური საუბარი და პრეტენზიები. არა გამოგონილი, არა ისტერიული, არა რაღაც პოპულისტური, არამედ ადეკვატური. საღი აზრით, არგუმენტებით და იმ საქმის წოდით რა თემაზეც ველაპარაკე. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ზაზე, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მართლა ზაზეს ვეთანხმები იმაში, რომ გაუფასურდა სიტყვამაც ფასი დაკარგა. იმდენს ვლაპარაკობთ უკვე ამ თემაზე, რომ ალბათ შეიძლება უკვე გულთანაც კი აღარ მიდის ახლა კონკრეტულ მაყურებლამდე, მაგრამ მე რასაც უყურებდი ახლა გუშინ პირადად ლეხანოვზე თუ აღმაშენებელზე განვითარებულ მოვლენებს თანაგრძნობის მომენტი კი აი მე რა ვიცი სახელების და გვარების დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ არავინ არ მინდა ციხეში იყოს, ვერავის ვერ ვიმეტებ ციხისთვის და შემიძლია გითხრათ, რომ თუ ესეთი მნიშვნელოვანია და ვერძლებს ის კაცი, ჩავენაცვლებოდი დიდი სიამოვნებით და ცოტა ხანი დავისვენებდი იქ ყველასგან აბსოლუტურად რა. ყველასგან ამას ვიძახი მთელი სულით და გულით რა. იმიტომ რომ იმდენად მომბეზდა უკვე ეს ყველაფერი და იმდენად გულის ამრევია ჩემთვის პირადად, რომ რაღაცა გემოვნებიანი, უკეთესი, ნიჭიერულად, შემრიგებლურად, კარგად ქვეყნის სასიკეთოდ გავაკეთოთ ყველაფერი და არა ის რომ დაუპირისპირდეთ მაინდა-მაინც ერთმანეთს და ახალ-ახალი მარშები ვიგონოთ ქვეყნის საუბედუროდ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. ზელენსკიმ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების შეთანხმება ჩაშალა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის რეჟიმს სურდა ბრძოლა, ამიტომ შეთანხმება არ დაიდო. ახლა კიევის ლიდერს ყველაფრის მოგვარება სურს, აღნიშნა ტრამპმა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ასე გეტყვით, ზელენსკის უკვე მობეზრდა, მას კონფლიქტის მოგვარება სურს. ხომ ხედავთ, ის არ არის ანგელოზი. მას არ უნდა დაეშვა ეს ომი, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერო იბიშამ პარლამენტის სესიის გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას აპირებს. იაპონია რუსეთის ურთიერთობები რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს კურსს ტერიტორიული საკითხის მოგვარებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ, განაცხადა სიგერომ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი დაიხურა ტოკიოს ღიად არამეგობრული პოზიციის გამო. მოლაპარაკებები უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეჩერდა იაპონიის მხრიდან არამეგობრული ქმედებების გამო, რომელმაც იმ დროისთვის ანტირუსული სანქციების 2 პაკეტი შემოიღო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა აღადგენს გაზის ტრანზიტს, შეაჩერებს თავდასხმებს თურქულ ნაკადზე და შეწყვეტს მუქარას ნავთობის მარაგების მიწოდებაზე. ამის შესახებ მან ადგილობრივ რადიო ეთერში განაცხადა. მიუღებელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სანქციების ისეთ ზომებს, რომლებიც უკრაინას ეხმარება და ისინი კი არაკეთილსინდისიერად იქცევიან. მე ვუთხარი ჩემს ევროკავშირის კოლეგებს, რომ თუ უკრაინას სურს ჩვენი დახმარება, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, ნებამიეცით განაახლოს გაზის ტრანზიტი და უზრუნველყოს ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის საჭირო საწვავის მიწოდება, განაცხადა ორბანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს ნახევრად ლეგალური და ლეგალური სამხედრო მეთოდები იმ მარშრუტებზე თავდასხმისთვის, რომლითაც უნგრეთი იღებს გაზს. კერძოდ, ორბანმა ახსენა რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ნაკადის საკომპრესორო სადგურები. დავოსის ფორუმზე ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიაში სიტყვის თავისუფლებას მხარს უჭერენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მხარს არ დაუჭერს მემარჯვენე პარტიებს. მიანიშნა მომავალ არჩევნებში თავის მთავარ კონკურენტზე, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხელმძღვანელ ალისა ვაიდელზე. ასე რომ ილონ მასკის ქმედებებთან დაკავშირებით წარსულში ამაზე ბევრი კომენტარი მქონდა, რადგან მან ბევრი ისაუბრა ევროპის შესახებ და მე უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი. ევროპასა და გერმანიაში არის სიტყვის თავისუფლება. ნებისმიერ შეუძლია თქვას რაც უნდა, თუნდაც მილიარდერი იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ მას, თუ ის მხარს უჭერს უკიდურეს მემარჯვენე პოზიციებს და ეს არის ის, რასაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვა შოლცმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ილონ მასკმა ალისა ვაიდელთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის შეუძლია. გარდა ამისა, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მხარს უჭერს ევროკავშირის დატოვებას, რუსეთთან ვაჭრობის განახლებას და კიევისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას. პენტაგონიდან ყველა, ვინც პასუხისმგებელი იყო უკრაინაზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ბოჭკალამ ისაუბრა. ყურადღება, ყველა, ვინც უკრაინაზე პასუხისმგებელი იყო, გათავისუფლებულია ან გადაყენებული. შესაძლოა ისინი სხვა თანამდებობებზე გადაიყვანონ. სრული გადატვირთვა, ასე რომ ცვლილებები უსათუოდ იქნება. ურთიერთობების ახალი ფორმატი, წერს ჟურნალისტი. მისი თქმით, ამის შესახებ მან გამოცემა ვაშინგტონ პოსტის ოფისში სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტი კოლეგებისგან შეიტყო. ბოჭკალას თქმით, ეს ცვლილებები შეიძლება იყოს შემაშფოთებელი და უკრაინელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა გავლენა იქონიონ არსებულ ვითარებაზე. დასუსტებული მაკრონი და შოლცი ტრამპთან გამკლავებისთვის საერთო ენას ეძებენ. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. მაკრონი ოთხშაბათს პარიზში გერმანიის კანცლერს ემასპინძლებს. ორივე შეეცდება წარმოადგინოს ერთიანი ევროპული ფრონტი. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარიზში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ორი ლიდერი ცდილობს ევროპის ახალი კურსის გატარებას. ამასობაში კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განადგურებით იმუქრება, წერს გამოცემა. მიუხედავად მათი მრავალი განსხვავებული პოლიტიკისა და დასუსტებული პოზიციებისა, შოლცი და მაკრონი შეეცდებიან გამოიჩინონ ძალა და მოითხოვონ სწრაფი რეაგირება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეასრულებს თავის მუქარას ევროპულ ექსპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ.